ამერიკის პრეზიდენტი ბატონი ტრამპი და ასევე ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ოფიციალურად და ღიად საუბრობენ იმაზე, რომ უკრაინელები მოატყუეს და უკრაინის სახელმწიფო და უკრაინელი ხალხი მოატყუეს მაშინ, როცა ეუბნებოდნენ იმას, რომ ამ ომს მოიგებდნენ და რომ რამე წარმატების შანსი ჰქონდათ. ეს იყო ყველაზე დიდი ტყუილიო, იძახიან თვითონ ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლები და პრეზიდენტიც. ეხლა მე ძალიან მაინტერესებს აი აკია ბარბაქაძეები, კოლექტიური აკია ბარბაქაძეები, ჯაფარიძეები და ეს TV პირველი მთავარი და ფორმულა და აი ეგ დედამოტყნულები რა ხასიათზე არიან და რანაირად ახსნიან ამ ყველაფერს. TV პირველი მთავარი ფორმულა ეს აკია ბარბაქაძე და ვიღაცა ყლიფონა ექსპერტები ეჭდათ 24 საათი იქ თავის ტელევიზიებში და მთელი აი ამ 3 წლის განმავლობაში აჯერებდნენ ხალხს და იმაში რომ თურმე უკრაინა ამ ომს იგებდნენ და დარწმუნებით ამას ლაპარაკობდნენ და საათობით იჯდნენ პირდაპირ ეთერებში და ამტკიცებდნენ იმას, რომ აი რუსეთი ჩამოიქცა, რუსეთი დაინგრა, რუსეთის დასასრული დაიწყო და რომ უკრაინა ამ ომიდან გამოვიდოდა 100%-იანი მოგებული. აი მაგ ქაჯების აზრი მაინტერესებს დღეს ნეტა რა ხასიათზე დადგნენ, როცა აი ამ განცხადებებს მოусმინეს და როცა წაიკითხეს და გაეცნენ აი ამ ოფიციალურ პოზიციას ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლების. რა პოზიციაც არის ის, რომ იძახიან, რომ უკრაინელები მოატყუეს. ძალიან კარგად იცოდა აკია ბარბაქაძემაც, ფორმულავაც, მთავარმაც და ყველამ, რომ უკრაინა ამ ომს ვერ მოიგებდა და ამის შანსი რო არ ქონდა, მაგრამ თავიანთი პატრონების დავალება ქონდათ ეგეთი, რომ ეგ უნდა ემტკიცებინათ და აი მაგ დავალებას ასრულებდნენ. არ შერწყვებათ ეხა, რომ აი დღეს თუ არა ხვალ, როცა უკრაინას უეჭველი დასვავენ მოლაპარაკების მაგიდასთან და აი ამ მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინა რო ყველაზე სუსტი პოზიციით იჯდება და ამ მოლაპარაკებიდან ყველაზე უფრო წაგებული, მოტყუებული და გაფარჩაკებული რო გამოვა ეს ქვეყანა. მე არ შერწყვებათ ამ დედამოტყნულებს მთელი აი 3 წლის განმავლობაში, რასაც იჯდნენ და უტიფრად რო ამტკიცებდნენ, აი მაგ თავიანთი სიტყვების და მაგ თავიანთი ამ პროპაგანდის არ შერწყვებათ. აი ეგ არის მაგათ მხარდამჭერებს ვეტყოდი რა, ვისაც გჯეროდათ აკია ბარბაქაძის და რავი მთავარი არხის დღეს მაინც მიხვდით, რომ დედამოტყნულები არიან და 99% ტყუილს ლაპარაკობენ, რასაც ლაპარაკობენ და რასაც გადმოცემენ. როგორც ის იყო ჭეშმარიტება, რომ გარწმუნებდნენ იმაში, რომ თურმე უკრაინა ამ ომს იგებსო, ისი არის დანარჩენი მაგათი ნათქვამი ყველაფერი ჭეშმარიტება, როგორი ჭეშმარიტებაც იყო ეგ. აი ეგ არის მაგათი შეფასების როგორ თქვა უნარი და მაგათი კეთილსინდისიერება და მაგათი ექსპერტობა და მაგათი თავი და ბოლო. მე და ჩემნაირ ადამიანებს, რომლებიც ვიძახდით, რომ უკრაინას შანსი არ ქონა ამ ომის მოგების, ბნელებს გვეძახდნენ, რუსეთის იმის რაღაცა პროპაგანდის გავლენის ქვეშ მოქცეულ ადამიანებს და მოკლედ თავ მოყვლით ამტკიცებდნენ, თავს იკლავდნენ და თავს დებდნენ, რომ აი ეხა კონტრშეტევა დაიწყება, დედას უტირებენ, ეხა ტანკებს მიცემენ და აი მაშინ მოიგებს, მერე რაკეტებს მიცემენ და აი ეხლა უკვე იქ იჯდნენ იმ დედამოტყნულები მაგ იმ პირდაპირ ეთერებში და საათობით იქ რაღაცა რუკებით ხსნიდნენ და ამტკიცებდნენ, რომ აი თურმე უკრაინა იგებს ამ ომს და თურმე რუსეთი გაფარჩაკდა და დაინგრა და დაიშალა. აი ეგ არის მაგათი სახე, მაგ საცოდავების, მაგ ბანძების, მაგათი და რავი, მაგათი ვისაც ჯერა ეგ ადამიანები მართლა მეწოდება უკვე, რომ ესე იგი მაგ ადამიანებს არ ვიცი ძალიან ცუდი მდგომარეობა აქვთ, რომ აი ესეთ აშკარა შეუსაბამობებს და ესეთ აშკარა ფაქტებს ვერ ამჩნევენ იმისა, რომ დედამოტყნულების ჯერათ და მატყუარა ხალხის ჯერათ და რავი, აი რა ვთქვა კიდე არ ვიცი სხვა. მაგათი
როგორ თქვა, აი მაგ სლავა უკრაინა ტიპების აზრი და განწყობა მაინტერესებს დღეს, როცა აი ესე ვითარდება პროცესები, როგორც ვითარდება და ზელენსკი რო კატის დღეში როა ჩავარდნილი, რომ უკვე იხვეწება, რომ იქნებ როგორმე რაღაცა მოლაპარაკებები, ვინმე სადმე გაუჩალიჩოს. ეგ დამართეს უკრაინას და იგივესთვის ემეტებოდათ საქართველო და უკრაინა ვეღარასოდეს ვეღარ იქნება იმაზე უფრო მომგებიან პოზიციაში, ვიდრე აი ამ ომამდე იყო და ვიდრე 2013 წლის მაედნამდე. უკრაინა ვეღარასოდეს ვეღარ იქნება იმაზე უფრო ძლიერი და იმაზე უფრო გამარჯვებული და იმაზე უფრო წელში გამართული, ვიდრე აი ამ ომამდე იყო და ვიდრე აი მაგ მაედნის რევოლუციამდე. აი ეგ დამართეს უკრაინას და დღეს თვითონ ისევ ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლები იძახიან, რომ ალბათ 100 წელი დაჭირდება უკრაინას, რომ რამე სახელმწიფოს დაემსგავსოს ისევ ხელთავიდან. აი ეგ დამართეს უკრაინას და მაგისთვის გაიმეტეს ეგ ქვეყანა და მაგისთვის ემეტებათ საქართველო ამ დედამოტყნულებს დღემდე და სწორედ მაგიტომ იკლავენ თავს ყველა ჩვენთან საქართველოდან დაწყებული აი ამ საქართველოს ოპოზიციით დაწყებული აი ბრიტანეთის ხელისუფლებით დამთავრებული, რომელიც დღეს თიც გვიქნეს, რომ თურმე სანქციებს დაგვადებს.